7-ში 5 საათზე დამიბარა. ვინ? პრეზიდენტმა მიშა სააკაშვილმა. მაშინ უკვე პოპოვის კონფლიქტი იყო და ჩურჩიევთან შეხვედრა ვერ მოახდინეს იქ არა და ესე მითხრა რომ დღესო აი ხლა ჯობიაო ეხლა მეც განცხადებას ვაკეთებო რა რომ დავამშვიდოთო სიტუაციაო იქნება და თქვენს გააკეთოთო მიმართვა იმ ოსეთის მიმართ თუ რამე დღეს კიდე დარღვევა მოხდებაო ეგრე უნდა შევიდეთ უკვე რა მაშინ ეს გითხრათ სააკაშვილმა 5 საათზე 7 აგვისტოს რომ ცდილობ დაწყნარებასო იქნებ თქვენს დამეხმაროთო და თუ არ გაჩერდებიან შევალ ცხინვალშიო? დიახ. თქვენ რა უპასუხეთ? ნუ ეხლა მეთქი ამას აქ ზუსტად ამას ელოდებიან რუსები მეთქი რა რომელიც ამზადებდნენ თავისი გეგმით რომ საქართველოს ჯარი რო შევა რა უნდა გააკეთონ იქაურებმა და მე რა პროსტო რუსები ამას ცდილობდნენ რომ ეს უთხარით მიშას რომ ზუსტად ამას ელოდებიან რუსები ზუსტად ესე უთხარი რა გიპასუხათ ყველაფერი შეთანხმებულია უკვე არ ნიგეშინიაო და ყველაფერი შეთანხმებულიაო ხო ვისთან არისო შეთანხმებული აი ახლა ამიც და ვერ ვიკითხე რა მაგას თქვენ რა განწყო რა შტაბეჭდილება გაგიჩნდათ ვისთან შეთანხმებას გულისხმობთ ნუ ეხლა შტაბეჭდილება როგორ ეხლა შეიძლება თამხარით შეიძლება შინაგანაც თავრობაში მიიღეს ესეთი შეთანხმება მე მაგას ვერ გეტყვით ეხლა ჩემი ის მაგრამ თქვენ რო უთხარით რომ ზუსტად სწორედ ამას ელოდებიან რუსები რომ შენ ცხინვალში შეხვიდეო ეს ვიცოდი რომ პროსტო რუსები რომ ამზადებდნენ იმას ოსებს რა იქ შერაღებით იმას ძალოსებს ეს ვიცოდი რომ სად როცა ვითომ დაუშვათ რუსები ესე იძახდნენ ქართული ჯარის კაცები და ტანკები აქედან რომ შემოვლენ თქვენ აი ეს უნდა დაუკვოთ ეს ადგილზე უნდა იყოთ ამ ადგილზე უნდა იყოთ და მე უნდა დაუშვათ ერთი დღე გვინდათო თქვენო რა რომ პროსტო ვიბრძოლოთო და მანამდე ჩვენც ჩამოვალთო რა დიახ და ეს უთხარით რომ სწორედ ამას ელოდებიან რუსები რომ შენ ცხინვალში შეხვიდეო და გიპასუხათ მაგ მომენტში ეს უთხარი ზუსტად და გიპასუხათ ყველაფერი შეთანხმებულიაო ნერვიულობ და ყველაფერი შეთანხმებულიაო კიდე ვინ ეუბნება ალბათ ხალხი რა ვიცი ახლა არის მის ჩარტი ხო და თქვენ თქვით არა მარტო მე ვეუბნებოდიო და ალბათ უჩებდა მაგას ნუ ალბათ უშიშროებაც ეუბნებოდა ალბათ ვიღაცა კიდე ეუბნებოდა თავრობაში ხო არსებობდა ეხლა ყველა ის იმაზე ხო არ იქნებოდეთ რა იქნენ ეს დაუშვათ რომ უნდა შევიდეთ და ვიმოვოთ ხო ალბათ იყო ის